მოგესალმებით ქართული ტივის ეთერიდან. თქვენ უცდერთ გადაცემას ცოდნის სკიბრი, რომლის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარინა აბაშიძე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ 4 შაბათს 22 საათზე. განმეორებითი ჩვენება კი ხდება ხოლმე ყოველ 5 შაბათს დილის 7 საათზე. ძალიან მიხარია, რომ დღეს სტუმრად ისევ გამოძებნათ, რომ ბატონმა გიორგი ბახტურიძემ, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია და აგრეთვე ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი, რომელშიც მალევე დარწმუნდებით. მაგრამ ვიდრე თქვენ დაიწყეთ, ბატონო გიორგი, ერთი თხოვნის სახით განაცხადი მინდა გავაკეთო. იქნებ ვინმე მერის ან ოჯახის წევრმა ან მეზობელმა ან მეგობარმა გაიგონოს და გადასცენ. რა მოწუხებს ახლა? საზოგადო ტრანსპორტით მომიხდა რამდენიმეჯერ გზავრობა ახლა და რას დავუკვირდი? საცხოვრებლიდან გამომდინარე, მინდა უნდა გავუარო იმას, მეცნიერებათა აკადემიის შენობას. ზუსტად მეცნიერებათა აკადემიის კარებთან არის სამგზავრო ავტობუსების გაჩერება. და რამ გამოიწვია ხა ჩემი ის სურვილი, რომ ხმამაღლა მიმართო მათ. მეტრო რუსთაველი არის საკმაოდ შორს იმ გაჩერებიდან. და მეტროს აღნიშნული, რომ იქ სადღაც მეტროა, უამრავი მანიშნებელი ის აქვთ საშუალება. რატომ უნდათ მეცნიერება მივიწყებული იყოს? ეს ხო სამაყვარო შემდეგი გაჩერება მეცნიერებათა აკადემია. ანდა გააკეთონ ორივე წარადგინონ, დავუშვათ ისა გაჩერება მეცნიერებათა აკადემია და მეტრო რუსთაველი. მეტრო რუსთაველი საკმაოდ შორს არის იმ გაჩერებიდან. მეცნიერებათა აკადემიის კარებთან ჩერდება პირდაპირ შესაძლო კართან. და შენ აცხადებ ის ერთი 200 ნაბიჯი რომ უნდა გაიარო უკან თუ მეტი არა. მეტროს გაჩერებას და სამეცნიერო ინსტიტუტები აღარ არის. მცირდება და მეცნიერებათა აკადემია, სადაც მე ფეხსაკრეფით გავივლიდი ხოლმე სტუდენტობის პერიოდში, ეს მაინც სახელწოდება მაინც დავტოვო თქვენ შენობისა. ხოდა აი ეს მინდა ვთხოვო, მე ვინც დაუშვათ, ვისაც შეუძლია რომ ხმა მიაწვდინოს მანდ თუ ვინმე უსმენს ისეთი, რომელსაც შეუძლია ამის გადაწყვეტა, არ არის ეს ისეთი პრეტენზიული თხოვნა და ისა. ბავშვებს ესმოდეთ ის, რომ მეცნიერებათა აკადემია, აი ხურში ეს რომ ყოველ გავლა გამოვლაზე გამოცხადდება, შენ ჩაგებეჭდება ძალაუნებურად თვიში. აი ეს მინდოდა, ბატონო გიორგი და არ მინდა დრო დავკარგო, თქვენ იმდენად საინტერესო საუბრები ჩაატარეთ წინა 2 იმის შემდეგ, წინა 2 გადაცემის დროს, რომ მე ყველა წუთი მენანება ახლა დავკარგო თქვენს გარეშე და ამიტომ უკვე გისმენთ. მოწვევისათვის ახლა რაც შეეხება ჩვენ ძირითად სასაუბრო თემას დღეს, მგონი რომ აჯობებს უკვე კონკრეტულ თემებზე გადავიდეთ. იქ წინა გადაცემებში რა თქმა უნდა თვითონ ჯანდაცვის სისტემა მიმოვიხილეთ, რამდენად არასწორად არის ორგანიზებული და ძირითადი ფოკუსი ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სამწუხაროდ არის რაც შეიძლება მეტი დაავადება და არა პრევენცია და არა დაავადებების თავდანაწილება ან ჯანსაღად მოსახლეობის ხანგრძლივად ყოფნა. სამწუხაროდ ეს აღმოვაჩინეთ და დავადასტურეთ და ასე შემდგომ. ეხლა კონკრეტული ერთ მაგალითს მოვიყვან თამბაქოს საკითხებზე გავჩერდები, რა არის თამბაქოს მოხმარება, რამდენად დამაზარალებელია იგი თითეული ადამიანისთვის და მთლიანად სახელმწიფოსათვის, მისი როგორც ჯანმრთელობითი კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით მიმოვიხილოთ. შემდგომ რა არის თვითონ თამბაქოზე დამოკიდებულება, როგორც დაავადება და როგორ ვუმკურნალოთ მას.
ამაზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო. მკურნალობამდე ხო შეგვიძლია რამე ვთქვათ. აი როგორ არ მივიდეთ იქამდე და არ გავხადოთ ამ მკურნალობას. ამაზე მსახურება სწორედ ის რეფორმები, რაც ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა შესაბამისი პოლიტიკოსების დახმარებით მოხდა და განხორციელდა დაახლოებით 8-9 წლის განმავლობაში. მინდა აღნიშნო, ბატონო გიორგი, ამასაც აღნიშნავ და აღარ ჩაგერებით. ეს რა აღნიშნვა შემიძლია მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ისე ესეთი ყურადღებიანი ხართ ასე და მინდა აღნიშნო, რომ ძალიან კვალიფიციური ხართ ამ საკითხში, ამ საკითხებში. თუნდაც იმის გამო, რომ ნორვეგიაში გაქვთ ძალიან ფუნდამენტური განათლება მიღებული. ეს არ აღმენიშნა არ არსებობდა. ბერგენის უნივერსიტეტში სამაგისტრო ხარისხი მაქვს დაცული ჯანმრთელობის ხელშეწყობაში და ჯანმრთელობის პოლიტიკაში. არა, ეს ერთ-ერთი შემადგენელია, მაგრამ რაც შეეხება ხა თამბაქოსთან დაკავშირებით, სპეციალური უკვე გისმენთ. ცოდნა გამოცდილება გვაქვს. რაც შეეხება ხა თვითონ ამოვლენას. როგორც მოქალაქეები, ასევე სახელმწიფო საკმაოდ არასერიოზულად უყურებს მოდით ამ პრობლემას. და მე მინდა რომ დაგანახოთ მისი არსი, რაში მდგომარეობს. თამბაქოს მოხმარება ასოცირებულია ძალიან მრავალი დაავადების, როგორც ასე ვთქვათ, წარმოქმნასთან, ასევე მის ასე ვთქვათ, განვითარებასთან და მძიმე ფორმებთან გვაქვს საქმე. ეს არის დაეხება ისეთ უმძიმეს დაავადებებს, როგორც არის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო და ასე შემდგომ, რესპირაციული დაავადებები და ასე შემდგომ, დიაბეტის გართულებები, ტუბერკულოზი არ იწვევს პირდაპირ, მაგრამ ტუბერკულოზის გართულებები და ასე შემდგომ. და დავამატოთ შვილოსნობა. კი ბატონო, ფაქტიურად არ არსებობს ორგანოთა სისტემა, რომელსაც ის არ აზიანებდეს. დაახლოებით ყოველი მეოთხე ავადობა და სიკვდილობა საქართველოში ვსაუბრობ, არის პირდაპირ ასოცირებული თამბაქოს მოხმარებასთან, ამ ერთი პროდუქტის მოხმარებასთან. ეს რო წარმოვიდგინოთ, დაახლოებით არის 11,000 ადამიანზე ვსაუბრობთ ყოველწლიურად, რომელიც გვეღუპება საქართველოში ამ უმძიმესი დემოგრაფიული პირობების მქონე ქვეყანაში, სადაც ძალიან გადააჭარბა სიკვდილობამ შობადობას. ფაქტურად 15%-ია უკვე სხვაობა და ალბათ ისე მიდის სიტუაცია, რომ გაეროს კი აქვს, რომ გამოცხადებული 2050 წლისათვის ნახევარი ვიქნებით ჩვენ მოსახლეობის, რაც დღეს ვართ, ეს ნიშნავს, რომ უკვე გადაშენების პირას მდგომი ერი ვართ. ეს არის კატასტროფა. ერთ-ერთი შემადგენელი ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ ამ გენოციდის პირდაპირ ვიტყოდი, არის ეს ერთი პროდუქტი, რომელსაც თამბაქო ჰქვია. რომ წარმოვიდგინოთ და ეს მშვიდობიანობა ყურადღებული თემა იცით თქვენ, 11,000 ადამიანი რას ნიშნავს, ხო? ეს არის ბორჯომის ტოლა მოსახლეობა და ყოველ წელს ომიანობის და კატაკლიზმების და კატასტროფების გარეშე, ბუნებრივი კატასტროფების გარეშე ჩვენ გვაღვიყვება ამდენი ადამიანი ნაადრევად. ოდესღაც ყველა გარდავიცვლებით, მაგრამ თუ გაეროს წარმოს არ გაქვს ციფრი, ეს არის გაეროს განვითარების ფონდის ექსპერტების მიერ 2017 წელს შეფასებული მდგომარეობა და როგორც გითხარით, ყოველი მეოთხე ადამიანია ამ მოხმარების მსხვერპლი. აქედან ნახეთ, აქტიური მოხმარების მსხვერპლი არის დაახლოებით 8,000 ადამიანი, პასიური 3,000 ადამიანი დაახლოებით. პასიური რას ნიშნავს, რომ დიდი სხვაობა ადამიანები, რომლებსაც არასდროს არ მოუხმარიათ თამბაქო, მაგრამ იმყოფებოდნენ თამბაქოს ყვამლის ზეგავლენის ქვეშ. თვითონ თამბაქოს ყვამლი რას წარმოადგენს? თამბაქოს ყვამლში არის დაახლოებით 7,000-მდე ქიმიური ნივთიერება, რომელთაგან არც ერთი არ არის სასარგებლო ორგანიზმისათვის. აქედან 250 პირდაპირ შხამია, ტოქსინია. და დაახლოებით 70 არის დაახლოებით უფრო მეტი უკვე კანცეროგენი, ანუ კიბოს გამომწვევი ნივთიერებები. მძიმე მეტალები, რადიოაქტიური ნივთიერებები, პოლონიუმი, მორასათი მაგალითად ასე შემდგომ არის საკმაოდ ესე რომ ვთქვათ კონცენტრირებული ამ კვამლში. და აზიანებს როგორც პირადად რა თქმა უნდა მწერებს, ასევე მის გარშემო მყოფ ადამიანებს. პირველ რიგში რა თქმა უნდა ყველაზე მოწმობი არიან ბავშვები. ამ 3,000 ადამიანიდან 300 არის ბავშვი. ანუ ფაქტურად ყოველ დღე ერთი ბავშვი საქართველოში გვეღუპება პასიური მოწევის შედეგად. ხოლო ამის გამო.
არსებობს ესეთი დაავადება ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომი. ამ ერთ წლამდე ბავშვია საუბარი, ჯანმრთელ ბავშვზე, რომელიც ჯანმრთელი დაიბადა და იმის გამო, რომ მისი ახლო ოჯახის წევრები, მშობლები, ბებია-ბაბუები თუ ასე შემდგომ ახლო ნათესავები, რომლებიც ცხოვრობენ დახურულ ერთ სივრცეში, ყოველი მეორე ბავშვი არის ამ პასიური მწერლობის მსხვერპლი. ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომში. ანუ 50% ტვირთი ამ ბავშვების ასე გარდაცვალების არის პასიური მწერლი. თვითონ უცლადყოფნის პერიოდში მე ვისაუბრე ერთ ფაქტორად, რომ საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვს თამბაქოს ყვავილს, სწორედ იმის გამო, რომ პლაცენტარულ ბარიერს გადის ყველა ეს ტოქსინი და კანცეროგენი. და შესაბამისად ხშირია შემთხვევები, როდესაც ასფიქსიით ბავშვი იღუპება უცლადყოფნის პერიოდში. ეს შეიძლება პირდაპირ გამოწვეული იყოს იმით, რომ დედა იყო მწერელი, ან ირგვლივ ეწეოდნენ და პასიური მწერელი იყო ქალბატონი და აქედან გამომდინარე ის ნივთიერებები მის ორგანიზმში გადავიდა და ასე შემდეგ. ეხლა რა ხდება? როგორც გითხარით, ეს არის ფაქტურად მომწამლელი ნივთიერებების ქარხანა ყოველდღიურ რეჟიმში სასუნთქი სისტემის საშუალებით შეედინება ადამიანის ორგანიზმში, როგორც აქტიურად, ასევე პასიურად, როგორც თქვით, და სასუნთქი სისტემიდან, რა თქმა უნდა, ის უკვე მერე სისხლში გადადის, სისხლიდან მიმოქცევის სისტემით ფაქტურად ყველა უჯრედს და ორგანოს მოიცავს. შესაბამისად, არის დაავადებები, რომლებიც მალე ახლო პერიოდში ყალიბდება, მაგალითად ასთმა, ასთმური შეტევები და მწვავე, ესე რომ ვთქვათ, შეტევები, ვთქვათ, ასთმური, ასევე არის და იგივე რესპირაციული დაავადებები სხვა და ასევე უკვე გულსისხლთა დაავადებებიც მალე, ესე რომ ვთქვათ, ყალიბდება. რა თქმა უნდა, რაც შეეხება კიბოს, მათ სხვადასხვა ნოზოლოგიებს, იქ შეიძლება საშუალოდ 15-20 წელი შეიძლება დაჭირდეს ადამიანს, მაგრამ როცა მოწევის საშუალო ასაკი ჩვენთან არის 10-11 წელი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა 20 წელი ნიშნავს 31-32 წლის ადამიანს. ნახეთ, უკვე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც დამოკიდებული ამ პროდუქტზე, ან მისი ახლობლები ეწევიან საოჯახო გარემოში, ან სამსახურში, ან სკოლაში და ასე შემდგომ იქ სპეციალური მოსაწევი ადგილი აქვს ზოგჯერ გამოყოფილი მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია. ამის თქმა მინდა, რომ ზემოქმედება რა თქმა უნდა მაღალი იყო. ეხლა დღეს მდგომარეობით უკვე სიტუაცია შეიცვალა და ეხლა როგორ შეიცვალა, ამასაც გეტყვით. 10 წლის უკან მთელს მოსახლეობაში, თამბაქოს ზრდასრულ მოსახლეობაში, მოდი ესე ვთქვათ, თამბაქოს მოხმარების გავრცელება იყო 33%. ანუ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი იყო მწერელი საქართველოში 10 წლის წინ. გასული წლის მონაცემებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჩაატარა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთობლივად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით მხარდაჭერით, უკვე 15-დან ზემოთ მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარება ჩამოსულია 24.8%-ამდე. ანუ სადღაც 8-9%-ით შემცირდა ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარება. ამის თქმით. ეს გამოიწვია მთელმა რიგმა, ესე რომ ვთქვათ, პროცესებმა. იცით თქვენ, რომ ათწლეულების განმავლობაში ამ კუთხით ინტენსიურად მუშაობთ მეც და ჩემი ორგანიზაცია თამბაქოს ალიანსი. ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც დღეს პასიურად არის რატომღაც ამ მიმართულებაში და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი იყო საკმაოდ ძალიან აქტიური. და მოვახერხეთ ის, რომ 2017 წელს მაშინდელი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გავიდა ის სრულმასშტაბიანი, ესე ვთქვათ, რეფორმა, მრავალმხრივი, რომლის შესაბამისადაც მოწევა აიკრძალა დახურული საზოგადოებრივი თავშეყრის შენობა ნაგებობებში, ასევე ტრანსპორტში, ასევე აიკრძალა რეკლამა, პოპულარიზაცია, სპონსორობა, ანუ მარკეტინგის ყველა სახე, არა მხოლოდ სიგარეტისთვის, არამედ ელექტრონული სიგარეტისთვისაც. გასახურებელი თამბაქოსათვის ეგრეთ წოდებული აიკროსის. რომლის მავნებლობაზეც ისაუბრეთ მაშინ. კი. და ანუ მე რეფორმას ვეხები უკვე სამართლებრივ, ესე ვთქვათ, ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც ხდება უკვე ზრდასრული ადამიანების ქცევის კორექტირება და შეცვლა.
ასევე ახალი ნაკადი, ესე ვთქვათ, ნაკადი შემცირება, ანუ ბავშვები და ახალგაზრდების რაღაც ნაწილი არ იწყებს მოწევას, იმიტომ რომ ეს უკვე საზოგადოებრივად მიმღები აღარ ხდება ამ პროდუქტის მოხმარება. და სწორედ ამ პროცესებმა ასევე გადასახადების გარკვეულწილად და მაგრამ ბოლოს 7-8 წლის განმავლობაში გადასახადი არ მომატებულა, უბრალოდ ფასს ამატებს და თან ჭარბად თვითონ თამბაქოს ინდუსტრია, ამიტომ მთელი აგრესია ინდუსტრიის მიმართ უნდა იყოს, რომ ამდენად თქვა ძვირადღირებული. რა თქმა უნდა, ფასი მაღალი უნდა იყოს ხელმისაწვდომობა ამ ნარკოტიკზე, ლეგალურ ნარკოტიკზე, რა თქმა უნდა, დაბალი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი შემოსავალი შემოვიდეს, ესე ვთქვათ, ქვეყანაში ამ კუთხით, ერთადერთი პლუსი, რაც შეიძლება გააჩნდეს ამ პროდუქტს, რახან ჯერჯერობით მისი მოხმარება არსებობს, არის მაქსიმალურად გადასახადის, ესე ვთქვათ, მობილიზაცია ბიუჯეტში, რომელიც სხვადასხვა პროგრამებში მე რა თქმა უნდა იხარჯება. და რაც შეეხება ფასნამატებს ზედმეტს, რომელიც გადასახადში არ აისახება, რა თქმა უნდა, ეს უკვე ქვეყნის ეკონომიკიდან გარეთ გაედინება და რა თქმა უნდა, გარკვეულ საფრთხებს ქმნის. ეს ერთი მომენტი. ეხლა თვითონ ჯანმრთელობაზე ზიანის კუთხით თქვით, სიკვდილობაზე თქვით და რაც შეეხება ეხლა ეკონომიკურ ზიანს და ზარალს. აღმოჩნდა, რომ პირდაპირ თქვათ ჩვენ ამ პროდუქტის შეძენაში მოსახლეობა დაახლოებით ხარჯავს სადღაც $2 მილიარდ დაახლოებით $2 მილიარდ. რაც შეეხება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობას, არა განკურნებას, არამედ რამოდენიმე თვით რო გაუხანგრძლივოთ უკვე დაზარალებულ ადამიანებს, იმიტომ რომ ესეთ მძიმე ნოზოლოგიებზეა საუბარი ხა, ფიტოსკიბოდან დაწყებული უამრავი, ესე ვთქვათ, ლოკალიზაციის კიბოა. არსებობა რო გაუხანგრძლივდეთ, ამაში საზოგადოება და თვითონ დაზარალებული ოჯახები დაახლოებით $2 მილიარდ ხარჯავენ, დაახლოებით. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვიდან გაღებული ხარჯები, ასევე ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამებიდან გაწეული ხარჯები, რეფერალური პროგრამებიდან გაწეული ხარჯები და ჯიბეებიდან თანაგადახდილი თანხები ამ, ესე ვთქვათ, როგორც საქართველოში მკურნალობაზე, ასევე უცხოეთში მკურნალობაზე. ეს არის დაახლოებით ეს თანხა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამასთან ახლავს არაპირდაპირი ხარჯი. ეხლა რა არის არაპირდაპირი ხარჯი? ის რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში არის 73-74 წელი. წეველებს შორის არის 56 წელი. ადამიანმა რომ ჯანსაღად ვერ იცხოვრა და ადრე დაემშვიდობა სიცოცხლეს, მას შეეძლო 16-17 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეექმნა დოვლათი და ეს აისახებოდა როგორც თვითონ ოჯახის, ესე ვთქვათ, შემოსავლებზე, ასევე რა თქმა უნდა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო შემოსავლებზე. ამიტომ ეკონომისტებმა რომ დათვალეს, უცხოელმა ეკონომისტებმა აღმოჩნდა, რომ დაახლოებით არაპირდაპირი დანახარჯი, რომელშიც ასევე მოიაზრება სახანძრო, ასე ვთქვათ, ტყეები, რომელიც ნადგურდება, ხონება, რომელიც ნადგურდება თამბაქოს ნამწვის შედეგად, დაახლოებით შეადგინა $7-8 მილიარდი. ერთ მხარეს გვაქვს პირდაპირი დანახარჯი $4 მილიარდი სახით, მეორე და ამას ემატება $7 მილიარდი არაპირდაპირი ხარჯი, ეს არის დაახლოებით $11 მილიარდი და აქეთ მხარეს გვაქვს დაახლოებით $1 მილიარდი, რასაც თამბაქოს ინდუსტრია გადასახადის სახით იხდის ბიუჯეტში. ესე იგი ჯამი მაგისა არის 10-ჯერ 11-ჯერ მეტია ზარალი პირდაპირი ეკონომიკური თვალსაზრისით, ამიტომ გაირო ჯერ კიდევ 2015 წელს თამბაქოს მოხმარება აღიარა როგორც მდგრადი განვითარების თავის, ესე ვთქვათ, წესრიგში აღიარა როგორც მიზნებში, აღიარა როგორც ქვეყნების ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორი. და არანაირი ხელშეწყობა ამ ბიზნესს რეალურად არც ერთ ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში არ დაგონდეს. ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან მიუხედავად იმისა, რომ დიდი მიღწევა ჰქონდა 2017 წელს, 2018 წლიდან შევიდა ძალაში ეს კანონი, მერე გარკვეული შეფერხება იყო პანდემიის პერიოდში, მაგრამ უკვე პოსტპანდემიურ პერიოდში უკვე თამბაქოს ინდუსტრიამ დაიწყო ახალი პროდუქტების შემოტანა ბაზარზე. ეს ახალი პროდუქტები გახლავთ ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი და ჩილი. ჩილი საკმაოდ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თამბაქოს ფოთოლი ფიგურირებს ამ პროდუქტში
და საკმაოდ ესე რომ ვთქვათ ინტენსიურად მიდის სურნელი ემატება კი არომატიზატორები და მიდის ამ პროდუქტების ესე რომ ვთქვათ მასობრივი უკანონო პოპულარიზაცია. ამ მასობრივ უკანონო პოპულარიზაციაში გარდა ბიზნეს ასოციაციებისა ჩართეს რა თქმა უნდა პირველი შემთხვევა იყო ჩვენი ისტორიის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ჩართეს ექიმები. სამედიცინო სფეროს მე მოსულს როგორ იბრძოდით თქვენ და თემურს ვეკითხებოდი ჩემებო შემდგეს. საწავიდა ეს გიორგი ბახტოლიძე რატო გაჩუმდა მეთქი? მე არასდროს არ გავჩუმებულა თუ რამე საქმეება მაქვს ყოველთვის. ხო, არა, თქვენი იბრძოდით ხმალა მოღებული. კი, და 2020 წლიდან დაიწყო ეს პროცესი. მაშინ ფილიპ მორისმა, რომელიც გასახურებელი თამბაქოს ერთადერთი შემონტანია გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის მოახდინა ბაზარზე მისი შემოტანა ოფიციალურად. მანამდეც იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ოფიციალურად 2020 წელს. და საფუძვლად დავდო ის, რომ FDA მიიღო გადაწყვეტილება 7 ივლისს 2020 წლის და მოდიფიცირებული რისკის პროდუქტის სტატუსი მიანიჭა ამ პროდუქტს. მაგრამ იქვე დაწერა ამერიკის ამ ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომ ეს არ ნიშნავს ნებართვას ამ პროდუქტთან დაკავშირებით, ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნაკლები ზიანის მომტანი პროდუქტია. და ამის რეკლამირება და პოპულარიზაცია ამ პროდუქტის არ უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ თითქოს ეს ნაკლები ზიანის მომტანი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სიგარეტი. განხორციელდა მე მაგის ნახეთ, არ განხორციელდა მაგის თქმა მინდა, ზუსტად რომ ეს არის მზაკრული ისედაც პოლიტიკის მატარებელი ინდუსტრია და ჩვეულებრივად ამ მოტივით ისარგებლეს და რეკლამა პოპულარიზაცია გაუწიეს ამ პროდუქტებს თითქოს ნაკლები ზიანის მომტანი ყოფილიყოს. ამავდროულად პარალელურად მიმდინარეობდა ლაბორატორიული კვლევა დამოუკიდებელ ლაბორატორიაში და აღმოჩნდა რა? ეს სიცრუის ფაბრიკა, გარდა იმისა, რომ სიკვდილის ფაბრიკაა თამბაქოს ინდუსტრია, ამავდროულად მარკეტინგული თვალსაზრისით ყოველთვის ძირითადად ტყუილზე აგებს მის მარკეტინგს. და ეხლა რა მოიტყვა, რომ 56 ინგრედიენტის შესახებ კანცეროგენებზე და ტოქსინებზე ვსაუბრობთ ჩვენ, ინფორმაცია დამალა წარმოებელმა კომპანიამ. აქედან 22 მათგანი ორჯერ აღემატება თამბაქოს ყვამში არსებული ნივთიერებების კონცენტრაციას, 7 მათგანი 10-ჯერ აღემატება. ანუ აბსოლუტურად აბსურდია იმის მტკიცება, თითქოს ნაკლები ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს პროდუქტი, ვიდრე თამბაქოს პროდუქტი. ეხლა ცოტა ისე ხათურლად რო კარგად წარმოვადგენინოთ ადამიანს რაზე ვსაუბრობთ, ეს ეხება ელექტრონულ სიგარეტსაც მათ შორის და მეტაანალიზებმა უпроსტად კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს გასულ წელს და წელსაც სხვათა შორის აღმოჩნდა, რომ ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებით ყველა ის დაავადება, რაც ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან, ასევე ასოცირებულია ელექტრონული სიგარეტის მოხმარებასთან. აბსოლუტურად განსხვავება არაფერია. ეხლა უახლესი კვლევა არის ბრიტანელების, სადაც აღმოჩნდა, რომ ელექტრონული სიგარეტი პირდაპირ ასოცირდება პირის ღრუს კიბოსთან, სახლაპავი მილის კიბოსთან და ფილტვების ესე რომ ვთქვათ კიბოსთან ასოცირება უკვე ფაქტიურად დადასტურებულია. რეალურად აქამდეც ჰქონდა მტკიცებულებები, რაც გითხარით რა, სხვადასხვა ნოზოლოგიებთან დაკავშირებით, იგივე როგორც კიბოსთან მიმართებაში, ასევე სასუნთქის სისტემის დაავადებებთან დაკავშირებით და თქვათ კურსის საფთა სისტემის დაავადებებთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტული კვლევა, იგივე კონკრეტული ამ კიბოს განვითარებასთან დაკავშირებით, უკვე მტკიცებულების სახით, მყარი მტკიცებულების სახით, არა მხოლოდ სტატისტიკური კვლევებით, ასევე ბიოლოგიური კვლევებით დადასტურდა ამ კავშირი, პირდაპირი კავშირი პირველ რიგში რა თქმა უნდა პირის ღრუს კიბოსთან. ეხლა კიდე ბაზარზე გასულ წელს ახალი პროდუქტი გამოჩნდა, ისიც იგივე კომპანიის ნაწარმი, რომლებმაც შვედეთიდან შეიძინეს ესე ვთქვათ ლიცენზია. ეს გახლავთ ნიკოტინის შემცველი სავეჯი პალიშები, რომელიც არომატიზირებულია, გარდა ნიკოტინისა ის კონცენტრირებულია ნიკოტინი და ემატება კიდე დანამატები. და რაც რა თქმა უნდა ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის
პირველ რიგში პირიზრულის ჯანმრთელობას და მერე უკვე იქიდან გამომდინარე უკვე ასე შეიძლება. ხდება ეს. მაგას უიტყვი უკვე თამბაქოზე თავის დანებების ჩვევებთან დაკავშირებით როგორ ვებრძოლოთ და როგორ გავაკეთოთ. ანუ იმის თქმა მინდა რომ მაყურებლისთვის კარგად გასაგებად მინდა მარტივად ვთქვათ რომ არც ერთი ეს პროდუქტი ჯერ უსაფრთხო არ არის ვიცით მაგრამ ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანიც არ არის ამის თქმა შეგვიძლია უკვე ცალსახად ამიტომ ის რა თქმა უნდა და არ წარმოადგენს ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს რომ ეს პროდუქტები არ წარმოადგენენ თამბაქოზე თავის დანებების საშუალებას რამდენი ახალგაზრდა იღუპება? იწყებს, ნახეთ, ეხლა რაც შეეხება ახალ პროდუქტებს, რა პრობლემა გვაქვს აქ? გითხარით რომ ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარების ვარდნა გვაქვს, კარგი კლება გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც მაღალია, 24% მაინც მაღალია. ამიტომ უნდა გაგრძელდეს. კი, გვაქვს სხვა ინიციატივებიც, რომლებსაც უახლოეს პერიოდში მივყვებით და იმედი გვაქვს, რომ შევასრულებთ. მათ შორის რამოდენიმე შეიძლება უკვე ჩამოთვალოთ კიდევაც ის რომ უნდა მოხდეს ლიცენზირება ადგილობრივ ესე ვთქვათ ანუ საცალო ვაჭრობაზე წარმოებაზე წელს შევიდა ძალაში და ლიცენზირება აღდგა როგორც იქნა რაც შეეხება საცალოს ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ასეთი ლეტალური პროდუქტი და ლეგალური ნარკოტიკი აქ კი ბატონო მაგრამ ლეტალური პროდუქტი არ უნდა იყიდებოდეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ელექტრონული სიგარეტები და ახალი პროდუქტები ფაქტიურად არა მხოლოდ სურსათის მაღაზიებში იყიდება, არამედ სამეურნეო საქონლის მაღაზიებში იყიდება, კომპიუტერული თამაშების მაღაზიებში იყიდება და ასე შემდგომ. ანუ სადაც ბავშვებს და ახალგაზრდებს უწევთ აბსოლუტურად. უწევთ ყოფნა. ამიტომ კატეგორიულად სასწრაფოდ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ამ პროდუქტების სრული აკრძალვა ელექტრონული სიგარეტის და ნიკოტინის იმიტომ რომ ანაკლებად ინფორმირებულები არიან არ არის უმაგისობა ან არ ვიცი შეიძლება თვითონაც არიან რაღაც ინტერესში ზოგიერთი მათგანი ხარ ძალიან ბევრი ორგანიზაცია თვითონ ფიზიკური პირის გამოჩნდა რომ ახდენს პოპულარიზაციას ამ ელექტრონული სიგარეტების და ბავშვები მალევე ხდებიან დამოკიდებულები რატომ იმიტომ რომ 7-8 წლის ბავშვები სინჯავენ ამ ელექტრონულ სიგარეტს ნიკოტინი მასში საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით არის მალევე ხდებიან ამ პროდუქტზე დამოკიდებულები და შემდგომ უკვე გადადიან ჩვეულებრივ სიგარეტზე ან მარიხუანაზე ან სხვა პროდუქტებზე და ხდებიან ესე ვთქვათ სხვა ნარკოტიკებზე დამოკიდებულები გარკვეულწილად უკვე დამტკიცებულია სამეცნიერო კუთხითაც რომ ელექტრონული სიგარეტი უკვე კარიბჭესაც კი წარმოადგენს როგორც ჩვეულებრივი თამბაქოს ასევე სხვა ნარკოტიკების მოხმარების დაწყებასთან დაკავშირებით. ანუ გააღო ფართოდ. რა თქმა უნდა, თან ნახეთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ყველაზე უსუსურ ჯგუფს ბავშვებზე ალაპარაკე 8-9 წლის მოზრდილი ადამიანები ახალგაზრდებული წელთა ასაკი. კი, და ნახეთ სტატისტიკურად რა აღმოჩნდა. ესე იგი 2019 წელს თუ ჩვენ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება არასრულწლოვნებში ხონდა 7%, 2024 წელს 19 წელს და 2022 წელს გვაქვს უკვე 14%. 2026-ია უკვე და დიდი ეჭვი მაქვს, რა თქმა უნდა და ჩემი ექსპერტული მოსაზრება 20%-ზე მაღალია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ყველგან დაინახავთ მოზარდს, რომელიც ეწევა არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ სკოლაშიც კი. რა თქმა უნდა, ფარულად, მაგრამ ხო ხდებით, ანუ მაქსიმალურად ყველანაირად ყველგან ცდილობენ ბავშვები და მოზარდები ამ ლეტალური პროდუქტების გამოყენებას. იცით რა, თითქოს შენ მიცით მიღმარჩები თუ არ ეწევი. თუ ეწევი ეს მითებია, რომელსაც რა თქმა უნდა თამბაქოს ინდუსტრია შემოაგდებს ხოლმე, ერთ-ერთი მითი არის წონის კონტროლი, თითქოს თუ თამბაქოს ეწევი წონას აკონტროლებ, ამ დროს იზიანებ ჯანმრთელობას, კატასტროფულად და ამის ხარჯზე წონის კონტროლი რა თქმა უნდა არის აბსურდი, ამ მანდას მართლა აქვეითებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ბავშვებმა დაიწყონ ამის ახალგაზრდება ამით წონის კონტროლი, რა თქმა უნდა იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ვთქვით, ფაქტურად არ არსებობს ორგანოთა სისტემა, რომელიც არ დააზიანოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ურთმავს კოგნიტიურ, ესე ვთქვათ, ჩვენს
აზროვნების ჰიპოფიზზე როგორ მოქმედებს? ჰიპოფიზი იყო დირიჟორი. აბსოლუტურად როგორც გითხარით, ყველა ორგანოს, ყველა სისტემას აყენებს სერიოზულ დარტყმას. ჰიპოფიზია დირიჟორი, ხო? მე ხერხემობის ერთ მომენტი ვთქვი, რომ აი ჟანგბადით გაუშვება ხდება ორ მაგათ, იმიტომ რომ თუ კარბოქსი ჰემოგლობინის დონე ფერმზე ქალბატონში არის 1/1, ბავშვში მუცლად ყოფნა, ასე ვთქვათ, ნაყოფში არის 2/1, ანუ ორჯერ მეტად ერთმევა ჟანგბადი და ჟანგბადი ყველაზე მნიშვნელოვანია თავის ტვინის გენეზისის დროს. თან დიდი რაოდენობით, ხო და აღმოჩნდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ესეთ ბავშვები თუ დაიბადა საერთოდ მათი კოგნიტიური უნარები არის საკმაოდ ჩამორჩენილი მათ თანატოლებთან. ოღონდ ამას ვხვდები ჩვენ 6-7 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი სკოლასთან ბავშვი შედის, ესე რომ ვთქვათ, სკოლაში. და რომ მეცნიერებმა რომ შეისწავლეს IQ-ს, ვთქვათ, მონაცემები, ჩვეულებრივ ბავშვს, რომლის ფერმბობა ნორმალურად მიმდინარეობდა, ბავშვი და შეადარეს ბავშვი, რომლის დედა ეწეოდა ფერმბობის პერიოდში, აღმოჩნდა, რომ გონებრივად ყველა შემთხვევაში იყო ჩამორჩენილი. ასეთი შეიძლება სხვა მოლოდინი ყოფილა. და ქცევითი კიდე დისფუნქციები ჰქონდათ გარკვეული სახის. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ეს არის შენებული ბომბი, რომელსაც ჩვენ ბავშვებს თამბაქოს ინდუსტრია პირდაპირ აწვდის და ამ პროცესში ასევე უკანონოდ არის ჩართული ცნობადი სახეები, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით მაქსიმალურად ახდენენ ამ ახალი ლეტარული ლამაზად შეფუთული არომატიზირებული სიკვდილის პოპულარიზაციას ჩვენს ბავშვებში და ახალგაზრდებში. მე როგორც მითხრეს, სერიალები ქართული აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი ეწებაო. რომ გაუწიონ ну, რაღაცა ცუდი რამე ხდება. რა თქმა უნდა, და იქ ხა ტელევიზიებზე თქვა საუბარი, მხოლოდ სამედიცინო, ასე ვთქვათ, გაფრთხილებით შემოვიფარგლებით ამ ფილმის დასაწყისში და ბოლოში, რაც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, მაგრამ სოციალური მედია არის ძალიან უკონტროლო, ამის თქმა მინდა. Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი გამოდიან ცნობადი სახეები და მაქსიმალურად ახდენენ ელექტრონული სიგარეტების პირდაპირ რეკლამა პოპულარიზაციას. რაც უკანონოა და ამიტომ მიმართავ ახლა შემოსავლების სამსახურს, ვისიც პრეროგატივა რომ აღმოაჩინოს ესეთი დარღვევები და მოახდინოს რეაგირება, ჩვენ ვაწვდით ხოლმე, მაგრამ დროში, ესე რომ ვთქვათ, ეს პროცესი გაწელილია. და ახლა რახან ეს ეხება ნებისმიერი ადამიანის ასე ვთქვათ მომავალ თაობას, შვილებს, ხო? აუცილებლად მიმართავ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აღმასრულებელ სტრუქტურებს, რომ რაც შეიძლება ყურადღებით მოეყვან ამ საკითხს მიიტანონ გულთან და სწრაფად მოახდინოთ ამის ეფექტურად გახორციელება. გამიჩნდა ის აზრი, რომ გიორგი ბახტურიძე უნდა იყოს როგორ იცით? აი თავისუფალი დრო არ უნდა მისცენ გიორგი ბახტურიძეს, რომ დაისვენოს სახლში. თქვენ უნდა გთხოვდნენ ტელევიზიიდან ტელევიზიაში ისაუბროთ მაგ თემაზე. არის ტელევიზიები, რომლებსაც ფულსოფტის თამბაქოს ინდუსტრია რო ჩვენ არ გამოვჩნდით. ეხლა გეტყვით. უკვე პირდაპირ ეხლა რახან ცოტა დრო დაგვრჩა. მოდით თვითონ ეს ქცევა რას წარმოადგენს? რა არის ნიკოტინზე დამოკიდებულება, რო აღწეროთ რა. და როგორ შეგვიძლია მასე თავს დანებება. უკვე ამ პროცესში რო გადავიდეთ. უამრავი რაღაც არის, კი, გასაუმჯობესებელი, ერთი თქვი, რომ ლიცენზია უნდა შემოვიდეს და არ უნდა ხდებოდეს ესე ამ ლეტარული პროდუქტის გაყიდვა. მეორე 18 წელი უნდა გაიზარდოს მინიმუმ 21 წლამდე ამ ეტაპზე, ასევე უნდა მოხდეს არომატიზატორების სრული აკრძალვა, ასევე უნდა მოხდეს ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების სრული აკრძალვა, ასევე უნდა მოხდეს ეს საღებავ ნიკოტინების აკრძალვა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მაქსიმალურად ესე ვთქვათ, ქცევით დამოკიდებულებას იწვევს. გარდა იმისა, რომ ნიკოტინი მათში დიდი კონცენტრაციით არის, რაც ფიზიკურ დამოკიდებულებას იწვევს ნიკოტინზე, როგორც უძლიერეს ნარკოტიკზე. ასევე ქცევით დამოკიდებულებას უძლიერეს, იმიტომ რომ მუდმივად ხელში აქვთ და მუდმივად ეხაჩებიან ან ვეჭავენ. კაცობას ამტკიცებენ ამით. მithumet გოგონების. მე ახლა კაცობის რა გითხრათ, ანუ ამ შემთხვევაში გოგონების საკმაოდ დიდი არმია, რომლებიც უკვე ფაქტიურად თანატოლი არიან, ნახეთ რა რაოდენობაც არის ელექტრონული სიგარეტის გავრცელების თქვა ბიჭებში, თითქმის იგივე რაოდენობა გოგონებში. ორს არუდებენ. ამიტომ გენდერული ფაქტურად დისბალანსი უკვე აღარ აქვს ამ კუთხით და ახალი თავები მოდის, რომლებიც ფაქტურად თანაბრად იყენებენ ამ ლეტარულ პროდუქტებს და კლავენ თანაბრად და ერთ-ერთი უახლოეს პერიოდში რა პრობლემაც არის, ეს არის უშვილობა ქალბატონებში და იმპოტენცია მამაკაცებში. და პლუს ისა არაჯანმრთელი ნაყოფი. რა თქმა უნდა, ეს თქვით უკვე ამ ქიმიური ზემოქმედების შედეგად. ამიტომ
იქიდანაც გამომდინარე, რომ სისწრაფეების, შევიწროების საკმაოდ სერიოზული ეფექტს ქმნის თვითონ ეს მოწევის პროცესი. ეხლა უკვე გადავიდეთ ეს საკანონმდებლო ინიციატივები გვაქვს და თუ ხელისუფლება ნამდვილად ინებებს და ეჭვმეპარება, მაგრამ ჩვენ უნდა შევთავაზოთ, გამოიღებენ და კონკრეტულ ნაბიჯებს და ეფექტურს გადადგამენ, რა თქმა უნდა, ეს მომსახურება მომავალთაობების ჩამოყალიბებას და სიცოცხლეს. სამწუხარო ფაქტი გახლავთ ისიც, რომ თებერვლის თვეში პრემიერ-მინისტრი შეხვდა ფილიპ მორისის წარმომადგენელს, პრეზიდენტს, რეგიონის პრეზიდენტს აბუ-დაბიში და იქ საუბარი იყო ახალ ტექნოლოგიების განვითარებაზე. ალბათ უახლოეს პერიოდში აქ უნდა ველოდეთ ელექტრონული სიგარეტების ან გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის ან საღეჭი ნიკოტინის პროდუქტების წარმოებას. მე კითხვას ვშვამ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი. რა შეთანხმებას მიაღწია თქვა ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით და უკვე უნდა გაასაჯაროოს ეს ინფორმაცია და შეიძლება ვერც მიაღწიეს შეთანხმებას, ხო? და შეიძლება ესე რომ ვთქვათ არანაირი ესე რომ ვთქვათ პირობები არ ყოფილა. თამბაქოს ინდუსტრიას ახასიათებს ეს, რომ დაპირებას აძლევს კონკრეტულ ჩვენად ჩამორჩენილ და ესეთ ღარიბან მოწყვლად ხელისუფლებებს პირდებიან ჩავდებთ ინვესტიციას, მე აკეთებინებენ თავიანთ საქმეს, რეგულაციებს ასუსტებინებენ და ასე შემდგომ და შემდგომ რეალურად არანაირი ინვესტიცია არ ხდებოდა, რაში გჭირდება ასეთი ინვესტიცია, რომელიც როგორც ვთქვით, ეკონომიკურად 10 მაგალ და მეტად დამაზარალებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. ეხლა მოკლედ ვთქვათ, რასთან გვაქვს საქმე. პირველი, ეს არის ფიზიკური დამოკიდებულება ნიკოტინზე, როგორც ძლიერ ნარკოტიკზე, ჰეროინს და კოკაინის შემდგომ მოდის თავისი მიჯაჭვულობით, მერე მოდის ალკოჰოლი, მერე მოდის მარიხუანა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები. ანუ მიჯაჭვულობა ფიზიკური აქვს მაღალი, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება და რომლის მოხსნა ფიზიკური მიჯაჭვულობის ეგრეთ წოდებული ლომკის შეგვიძლია სადღაც 3-4 კვირის განმავლობაში. ფიზიკური აბსტინენცია, დამოკიდებულება ნიკოტინზე შეგვიძლია მოხსნათ ამ პერიოდში. ეხლა რაც შეეხება ქცევით, მეორე ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, ჯაჭვი ამ თავის დანებების პროცესში გახლავთ ქცევითი მიჯაჭვულება. ანუ ის პროცესი, ის მოტორიკა, რაც თითქმის პირობითი რეფლექსის დონეზე უყალიბდება ადამიანს მოწევის პროცესი. ანუ კოლოფიდან ამოიღებს ღერს, სიგარეტს, ჩაიდებს პირში და მთელი მოწევის რიტუალია. კი ბატონო. ნახეთ აქ ასობით ეს რო თქვა მოქმედებას ეწევა გარკვეული პერიოდულობით თქვა თამბაქოს მომხმარებელი. რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტს, კიდე ერთ ხაზი მინდა გავუსვა. აქ ქცევითი უძლიერესი დამოკიდებულება ყალიბდება, იმიტომ რომ გამოდმებით ხელში უკავიათ. პატარა მოცულობით და დახურულ სივრცეებში ჩუმჩუმად ეწევიან. ბევრმა იცის რომ აკრძალულია, მაგრამ ჩუმჩუმად ეწევიან ხოლმე. კი ბატონო. თუ აღმოაჩენს ადმინისტრაცია და ასე შემდგომ ახდენენ რეაგირებას, ან ჩვენი მონიტორები ახდენენ ხოლმე რეაგირებას. ანუ ისე თქმა მინდა, როცა ვსაუბრობთ ჩვენ თამბაქოზე თავის დანებებაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ ქცევის შეცვლა და ამ დამოკიდებულების შეცვლა. ეხლა მესამე არის ფსიქოლოგიური შეცვლა. მესამე სახე დამოკიდებულების არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ამ ფსიქოლოგიურში ორი განშტოება გვაქვს. ერთი არის განწყობებთან დაკავშირებული, იცით თქვენ რომ თქვა ადამიანი გაბრაზებულია, მოწყენილია, დასტრესილია თუ ასე შემდგომ ცდილობს რომ მოწიოს სიგარეტი და იმის ნაცვლად რომ თითქოს ეს ამშვიდებს მას, აღმოჩნდა რომ დაავადებათა მეათე კლასიფიკაციაში გადახედვაში აღმოჩნდა რომ ნიკოტინი წარმოადგენს ნერვული და ფსიქიკური აშლილობის გამომწვევ ნივთიერებას. ანუ პირიქით. რა თქმა უნდა, პირიქით უფრო მეტად აღზნებულია ადამიანი და შფოთვა ემატება და უფრო ესე ვთქვათ ამ შემთხვევაში აგრესიულიც კი ხდება სწორედ ნიკოტინის ზემოქმედების შედეგად. და ის ნივთიერება როგორ დაამშვიდებს, ეს არის რა თქმა უნდა მითი, რომელსაც ასევე თამბაქოს ინდუსტრია ავრცელებდა. ასევე არის დადებითი განწყობებიც, როდესაც უხარია ადამიანს რაღაცა სამუშაო დაამთავრა ან რაღაცა ჯილდო მიიღო თუ ასე შემდგომ, აღნიშნავს ჭყალებში თამბაქოს მოწევით. და მეორე განშტოება გახლავთ აქ უკვე ჯაჭვები, ფსიქოლოგიური ჯაჭვები. ახლა რა ჯაჭვებზე ვსაუბრობ რა? ასოციაციები. მაგალითად, იცით, თქვენ ძალიან გავრცელებული ამბავია, რომ ადამიანს ვინც წევრია ვერ წარმოუდგენია დილა ყავის და თამბაქოს გარეშე. ანუ ყავის სუნი როგორც კი მიწუდება მის სასუნთქ სისტემას,
მაშინვე თავის ტვინი აძლევს სიგნალს, რომ მიაწოდოს სიგარეტი. ხო, იმიტომ რომ ეს ის კომპონენტი აუცილებელი. ჯაჭვია მათი, როგორც გითხარით, ეს არის ფსიქოლოგიური ჯაჭვის მაგალითი. ასევე ნაყროვანება და სიგარეტი, ალკოჰოლის მოხმარება და სიგარეტი, სხვა რაღაცები და სიგარეტი. სიგარეტი ყველგან თანხმდებია. ხო, ამის თქმა ზოგიერთ შემთხვევაში მანქანაში ჩაჯდება და მაშინ გააბოლებს. სამშობლოს დამთავრებს და გააბოლებს და ასე შემდეგ. ანუ იმის კომენტარი რომ აქ არის ჯაჭვების საკმაოდ დიდი წრე. ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტის შემთხვევაში ნაკლები ასეთი ჯაჭვები, ზოგიერთისას ძალიან ფართია ასეთი ჯაჭვები, რაც ასოცირებას, ანუ გახსენებას უწევს მოწევის პროცესის. ეხლა როგორ მოვახდინოთ, ანუ ნახეთ, სამი დიდი, ესე ვთქვათ, დამოკიდებულება გვაქვს და მეოთხე არის სოციალური დამოკიდებულება. იცით თქვენ რომ არის შემთხვევები, როდესაც მუდმივად არ ეწევა ადამიანი ხანგამოშვებით, ანუ როცა სიტუაცია აქვს მეგობრების წრეში, ახლობლების წრეში, როცა დაждდებიან, თქვა, იმ დროს ეწევა მხოლოდ. ეხლა, რაც შეეხება ფიზიკურ მიჯაჭვურებას, როგორც ვთქვით, აქ 3-4 კვირა საკმარისია, რომ ეს აბსტინენცია მოხსნათ. რაც შეეხება ქცევით, ჩვეულებრივ სიგარეტთან მიმართებაში, ერთი წელი საშუალოდ მცირე ძალისხმევებით, რა თქმა უნდა, ძლიერი ძალისხმევები არ გვჭირდება, შეგვიძლია რომ ქცევა მაქსიმალურად შევცვალოთ. მაგრამ რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტთან დამოკიდებულებაში, როგორც გითხარით, ქცევით უძლიერეს დამოკიდებულებას იწვევს და ერთი წელი საკმარისი აღარ არის. აქ შეიძლება რამოდენიმე წელიც კი გაგრძელდეს პროცესი. ამიტომ ეს არის ბომბი ახალგაზრდებისთვის, ვინც იწყებს ელექტრონული სიგარეტით მოწევის დაწყებას ან გადაჭრებას. და ფსიქოლოგიურს რაც შეეხება, აქაც ერთი წელია საკმარისი, რომ ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ პრაქტიკულად ვთქვათ არ ამწეველია, თუმცა ეს არის ქრონიკული დაავადება, კიდევ ერთხელ მინდა მაინც ხაზი გავუსვა. ხანძრივადიანი რემისია შეიძლება სიცოცხლის განმავლობაში არ მოწიოს ადამიანმა, მაგრამ ჩავარდნების რისკიც არსებობს. მაგრამ ამ რისკების გამკვლევებას მე უკვე პირადად უკვე პაციენტთან ერთად მუშაობის დროს გადავწყვიტავთ ხოლმე. სოციალურს რაც შეეხება, ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სოციალური წეველობა უფრო ძლიერი, ანუ ხანძრივადიან, ესე ვთქვათ, ძალისხმევას საჭიროებს და ახლავე 2 წელია საჭირო, რომ სოციალური დამოკიდებულება დაძლევს. რატო? იმიტომ რომ ეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია რომ გადააგდოს და როცა საქმეზე მიდგება და რეალურად უნდა გადააგდოს თამბაქო, იმ დროს აღმოჩნდება, რომ მას თურმე უკან დახევა. ნახეთ, ხო, ამაში საქმე, ანუ ცდუნება საკმაოდ დიდია, როცა თითქოს ცოტას ეწევი, გონია რომ მალე დაანებებ თავს. ასე არ აღმოჩნდა სამეცნიერო მტკიცებულებებით არ აღმოჩნდა. ამიტომ სოციალური წეველობაც ამ კუთხით ძალიან საყურადღებო და საშიში მოვლენა. ამას გავუსვამდი ხაზს. ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ამ ყველა ამ პროდუქცია, რაც ჩვენ ჩამოთვალეთ, ხო, რაც არსებობს, ყველაზე აბსოლუტურად სრულად თავის დანებება. რისი საშუალებებით არსებობს შესაბამისი რეკომენდაციებით, რაც მილიონობით ადამიანზეა გამოცდილი, ასევე თამბაქოზე თავის დანებების საშუალებებით. ეს არის ნიკოტინ ჩანაცვლებითი თერაპია, ერთი მიმართულება, ანუ სარეჯი რეზინია იქ, პლასტირი გვაქვს ნიკოტინის, ინჰალატორი გვაქვს კიდე ლოზენგეები, საწუთნიაბები, ნიკოტინის შემცველი. ანუ ეს არის ამ შემთხვევაში ნიკოტინ ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალებები. და მეორე მხარეს გვაქვს უკვე სამკურნალო საშუალებები, იქ წამლებს ვერ დავასახელებ, იქიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი დასახელება. არის 3-4 სახის მედიკამენტი, რომელთაგან 2 არის ბაზარზე, მესამე 2-3 წელია უკვე გავიდა ბაზრიდან, იმიტომ რომ საკმაოდ დაბალი იყო მოთხოვნილება და 2 ესე ვთქვათ მედიკამენტი გვაქვს, ერთ-ერთი ახალი შემოსული. ანუ არსენალში ასე თუ ისე გვაქვს შესაბამისი ეფექტური საშუალებები, მაგრამ სამწუხაროდ ხელმისაწვდომობა არც მედიკამენტებზე და არც სერვისებზე არ გვაქვს. რას ნიშნავს? რას ნიშნავს და გადასახადებისგან თითქოს გავათავისუფლეთ ეს საშუალებები 2019 წელს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფინანსთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს არ მოუწერიათ ბრძანებაზე ხელი, სადაც ჩამოთვლილი იქნებოდა ეს საშუალებები, რომ გათავისუფლებულიყო გადასახადისგან. შესაბამისად, მყავდა რამდენიმე პაციენტი, რომელთაც ონლაინში გამოიწერეს, თქვათ, ნიკოტინის პლასტირები და რო ჩამოვიდეს საბაჟო, გადაახტევინა საბაჟო გადასახადები, რაც არ იყო სწორი. და მე აღმოვაჩინეთ ჩვენ, რომ თურმე ჯანდაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ბრძანება არ გამოუწია 8 წლის განმავლობაში, ეს არის 7 წლის განმავლობაში. ეს არის აბსურდი. ამიტომ მიმართეთ კიდევაც ოფიციალურად ჯანდაცვის სამინისტროს და იმედი მაქვს უახლოეს პერიოდში ეს გაკეთება. ასევე ეს საშუალებები უნდა იყოს ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალში, რომ ხელმისაწვდომი იყოს ეს მედიკამენტები ასევე მოწყვლადი ჯგუფებისათვის. მოკლედ
აქარი ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, მაგრამ ტექნიკურად და ფინანსურად იმდენად მწირია მათი დაფინანსება, რომ სასაცილოა. ამიტომ ეს უნდა გაძლიერდეს 24 საათიანი უნდა იყოს და შაბათ-კვირის მოცვით უნდა იყოს აუცილებლად რა. აი ეს არის მოკლედ რისი თქმაც მინდოდა. ეხლა მე მინდა გითხრათ ბატონო გიორგი. მე რაც თქვენ გიცნობთ, სულ ბრძოლის ველზე ხართ. სულ საგარაჯოზე რომ როგორმე გადაედგას ეფექტური ნაბიჯები. მე ჩემი მხრიდან რაც შემიძლია, ხო ის მთლიანი მძივი არ შეიკრება თუ თვითომმართველი არ ივა. მოგდობის მეტი არაფერი გეთქვეს ნამდვილად. მე შემიძლია დაგითმოთ ძალიან ხშირად, მხოლოდ ჩვენ ახალგაზრდობას ეშველოს და რაღაცა გამოკეთდეს. იცით რა, მე 10 ბავშვით რო გამოკეთდეს, ჩემი მხრიდან აი ამ საშუალებით უკვე კომპენსირებას მოვახდენ თითქოს ჩემი უმოქმედობისა, მე რა შემიძლია სხვა. ჩემი სტუდია, ჩემი გადაცემა ყოველთვის იქნება მზად რომ იმასპინძლო. გაიხარეთ, დიდი მადლობა ამისთვის. ამიტომ ეს იმდენად საჭირო იმის არის თქვენი მოწვევა სტუდიაში, იმდენად საჭიროა რომ აბსოლუტურად ყველა გადაცემა იჩრდილება ამის ფონზე უკვე. ამაზე ღირებული რა გვაქვს, თუ კი ჩვენ ახალგაზრდობას უშველით. ჯანსაღლების პრობლემებია ფიზიკური აქტივობის და ნელ-ნელა შეგვიძლია სხვა თემებიც გავშალოთ. ალკოჰოლია, რასაკვირველია და მე ვპირდებით, ესე იგი ამას, იმიტომ რომ არის უამრავი, სადაც დავუშვათ მასალა, რომ დავუშვათ საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ცნობილი პიროვნება როგორია იმ კაბინეტის თუ სამუშაო არსენალის მიღმა, მაგრამ ამაზე უფრო საჭირო ჩვენ ამ წუთში არაფერი გვაქვს, რომ გადავარჩინოთ ახალგაზრდობა. მე ამით ვიქნები მშვიდად, რომ რაღაც მიზერული წვლილი უამრავი ადამიანი მოისმენს. ახლა ბევრმა მითხრა თქვენი წინა გადაცემის შემდეგ, რომ ეს რა იყო არ გვეძინა იმ ღამესო. ხო და ეხლა თუ კი იმას შედეგი მშობლები თუ კი მოусმენენ და მართლა სერიოზულად მიიღებენ ამ ყველაფერს და მე პრაქტიკაში გაატარებენ და ბავშვებს დაგეხმარებიან თქვენ. გაუწევენ გარკვეულ ეზოთაზე გამყიდველობას. რასაკვირველია. უღრმესი მადლობა, მოგზანდით, უღრმესი მადლობა, რომ ხმალა მოღებული იბრძვით დგეხართ სადარაჯოზე ახალგაზრდებისა და ჯანსაღი თაობის არასდროს არ გავჩერებულ ვართ. თემურის მეც დაშნაფარია, არასდროს ხმა. მაგრამ მე ვკითხე, სად არის გიორგი? ეხლა ხო ხდებით ახლა ტელევიზიის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკეტილია ჩვენთვის, შეიძლება მართლა ასე ფართედ არის მოდეს ხმა, როგორც 2018 წელს როცა საკომუნიკაციო კამპანიები იყო და დავამატებ, რომ საკომუნიკაციო კამპანიები ჩაშლილია, გასულ წელს საერთოდ არც ერთი არ დაფინანსდა და წელს შეამცირეს მონიტორინგის პროგრამას, საკომუნიკაციო პროგრამას და ვნახოთ რა მოხდება. ეს არის, რა ვიცი, ხა ჩემი შეფასება საკმაოდ კრიტიკულია ამ მიმართულებითაც. მოკლედ, ჩვენ მაყურებელს და თქვენს გპირდებით, მე რაც შემიძლია არის ის, რომ ჩემი საერთო დრო დაგითმოთ აი ამ ეს არის საზოგადო საქმე და ამ შემთხვევაში ბავშვებისთვის სამყარო უფრო საჭირო მე არაფერი მეგულება. ამდენად უღრმესი მადლობა რომ თქვენ იბრძვით ასე. ერთად თანამებრძოლი ამ საქმეში იქეთ მხარეს დგას უზარმაზარი ინდუსტრია თავისი რესურსებით და ლობისტებით მთავრობაში და პარლამენტში, აქეთ მხარეს ვარ პროფესიონალები, რომლითაც ტკივათ და მაქსიმალურად ვცდილობთ ინფორმაციის გადაღებას. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. მე გემშვიდობები 4 შაბათის, შემდეგი 4 შაბათის 22 საათამდე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.